ჩვენ ახლა ვხედავთ ახალგაზრდების მიმართ და ზოგადად განათლებისა და უნივერსიტეტის მიმართ მიმდინარე ქმედებებს და რატომ არის ეს ყველაფერი? მოდი დავსვათ კითხვა. ეს არის თავისუფალი ნების ამ შემთხვევაში ჩაკulis მცდელობა და მცდელობა იმისა, რომ მაქსიმალური კონტროლი ქონდეთ ყველა სფეროზე და ყველა სფეროსთან დაკავშირებით და პარალელურად ჩვენს ქვეყანაში ხდება ეს ყველაფერი, თორე ჩვენს ქვეყანაში რომ არ ხდებოდეს სასაცილო იქნებოდა, ხო? ახლა უბრალოდ საუბედურება და სატირალია, რომ პარალელურად გვეუბნებიან და ცდილობენ, რომ რაღაც კოსმოსური არქეოლოგია და უცხო პლანეტელებთან სალაპარაკო ენა შეასწავლონ თუნდაც საქართველოს მოქალაქეებს და ქართველ ახალგაზრდებს. ეგ უკან წაიღეს ეს გადაწყვეტილება. ხო, მაგრამ ცდილობენ და რაზე იყო საუბარი, აი ამას ვლაპარაკობ, რაზე იყო საუბარი, ხო? სადამდე მივიდა აი ეს ყველაფერი. მე გვეუბნებიან ახლა მაგალითად მე და ჩემის პარტიის წარმომადგენლებს დაუწყებენ საუბარს ნაცებიო და ასე შემდგომ. როდესაც მაშინ ოპოზიციაში ვიყავი და ამ შემთხვევაში აბსოლუტურად ჩემი ყველა პარტიის უმრავლესობა გარკვეულ უსამართლობასთან დაკავშირებით. მაგრამ დღეს განათლების მინისტრი, ვინ არის შემახსენეთ აბასოფო, ვინ არის განათლების მინისტრი? ადეიშვილის ყოფილი მოადგილე არის თუ არა? ზურაბ ადეიშვილის ყოფილი მოადგილე მეშლება თუ არ მეშლება რა? მე თქვა ერთი მაყურებელმა უნდა იცოდეს ეს ყველაფერი. მე რატომ თქვი კიდევ რომ იცოდეთ, რომ ყველა სფერო შეეხნეთ, თქვა საქართველოს მოქალაქეების მიმართ სანქცირება დაიწყოს. ჩემთვის პირადად ესეთი ეხმა სანქცირება რა არის? როდესაც აი მაგალითად ახლა საქართველოს მოქალაქეს ეუბნებიან, რომ ვენახის გაშენება, როდესაც შენ მოინდომებ, ქართველ კაცს ეუბნებიან. თავრობის ნებართვა დაგჭირდება. უყურე საწარმოო მიზნით, როდესაც მოინდომებ ვენახის გაშენებას, შენ კახელო გლეხო, იმერელო გლეხო, ქართველო არა აქვს მნიშვნელობა საქართველოს მოქალაქე. საწარმოო მიზნით, ანუ რეალიზაციისათვის რომ მოინდომებ, უკვე შენ ნებართვა უნდა აიღო ამისთვის. ხალხო, რა უნდა ასწავლოს, ვინც უნდა ნებართვა უნდა გაცეს, ვინმე გაგვიხსენით, გაგვაგებიეთ ერთი წუთი. რა რეგულაცია უნდა გაუკეთოთ, როდესაც ნამდვილად ტრაბახობ და სატრაბახოდ გვაქვს საქმე, საქართველოს არის 8000-ლოვანი მსოფლიოში ის რა ქვია ვენახისა და ღვინის წარმოების აკვანი არის ხო საქართველოს. მეორე მინდა გითხრათ, საქართველოს მოქალაქეებს ეუბნებიან, რომ 6 წელს ზევით ავტომობილს ვერ შემოიყვანო. ეს სხვადასხვა შეიძლება სხვადასხვა სფეროები იყოს, მაგრამ ეს დაკავშირებულია ერთმანეთთან. ეს არის უბრალოდ თავისუფალ ნებაზე საქართველოს მოქალაქეებზე ზეწოლა არის. პირდაპირ შეიძლება ითქვას. რახავ თქვათ კითხვა ნინო. ავტომობილი ვისაც ყავს, ბოდიში სოფო, ავტომობილი ვისაც ყავს, ახლა უყურეთ რა შეასახმე, ავტომობილი ვისაც ყავს, სოფო, ამ შემთხვევაში გადის თუ არა ტექნიკურ დათვალიერებას. ბუნებრივია გადის ტექნიკურ დათვალიერებას და როდესაც ტექნიკურ დათვალიერებას გადის ავტომობილი ამ შემთხვევაში, ხო? რისთვის ჭირდება თვითონ საქართველოს მოქალაქეების ხარჯი დადიან დაქრიან ამ შემთხვევაში, ხო? ანუ რას ვლაპარაკობ? განათლება ყველა სფერო, სოფლის მეურნეობა, საქართველოს მოქალაქეების ბიზნეს ყველაფერი მოახშვეს ამ ადამიანებმა. აბსოლუტურად ყველაფერი მოახშვეს. ყველაფერს ახშობენ ეს ადამიანები. არ გაგვიკვირდეს ახლა, ხო, შობ თქვენ მითხარით, მშობლიური უნივერსიტეტი თქვენ წაიკითხეთ, მოუწოდებს დიუსელდორფისო. რა ვიცი, დარჩა სადმე სფერო, დარჩა სადმე რამ, რომ მოწოდება არ იყოს. აი ამასთან დაკავშირებით. ახლა თქვენი კოლეგები ლელოდან იმყოფებიან ეუთოს დელეგაციასთან შეხვედრაზე. ოპოზიციის წარმომადგენლებს დილიდან ხვდებიან, მანამდე იყო შეხვედრა პაპუაშვილთან და ოცნებასთან და ესე იგი გამოსული არ იყო იქიდან პაპუაშვილი, კობახიძემ რომ დააძია პარტიების საკრძალვის სია უნდა გავაფართოვოთ. ლელო თავიდანვე იყო იმ სამ სუბიექტ შორის, ვისაც კრძალავენ, აპირებენ ნაციონალური მოძრაობა. ასე ვთქვათ, ყველა ეს 4-დან 3 გადალახული სუბიექტი, მაგრამ ახლა არ ვიცი თქვენ უკავშირებთ თუ არა ამას ალიანსის შექმნას, მაგრამ ფაქტია რომ გაფართოებას ითხოვენ ამ სიის და საუბარია მაგალითად თავისუფლების მოედნისა და ფედერალისტების აკრძალვის სურვილზეც. აი ეს დამოკიდებულება პარტიები უნდა აკრძალოთ პოლიტიკური დიალოგში რომ არის აგერ ეუთოს დელეგაციასთან თან გროზიის რა მესეჯია ეს რა გზავნილია? მესეჯი ეს ახალი არ არის, ყველა ვიცით, ხო? პირველი ვინც იყო ლელო ძლიერ საქართველოში, ხო? პირდაპირ ვინც იყო და ჩვენთვის ახლა რეპრესიები, დევნა ჩვენი პარტიის ლიდერების დევნა, ну არის მე რაც მახსოვს პარტია რაც შეიქმნა, ჩვენი პარტიის ლიდერები, რა ვიცი, წელი არ ყოფილა, მე მგონი გამოტოვებული, რომ სამარემის რა ვიცი, დევნის ქვეშ არ ყოფილიყვნენ, ხო? აქედან გამომდინარე, პოლიტიკური დევნის ქვეშ არ ყოფილიყვნენ. შემდგომ მივიღეთ, რომ სულად პარტია უნდა აკრძალოთო თავიდან ბოლომდე. ანუ ეს
სიახლესაც წარმოადგენს პირდაპირ შემიძლია გითხრათ. მაგრამ იმავე დღეს გაკეთებული როცა დელეგაცია შეხვდნენ. მაგას მითქვა ზუსტად სიახლეც ანუ ეს ამათ ბუნებაში ზის. ამათ ბუნებაში ეს ყველაფერი, როდესაც საუბრობენ რომ უნდა აკრძალოთ ყველა და ყველაფერი. უნდა აკრძალოთ, უნდა მოვკლათ საქართველოში ამ შემთხვევაში პოლიტიკა, ხო, ამაზეა საუბარი. ხა, როდესაც ოპოზიციური სპექტრის აკრძალვა გინდა და შენ გინდა რაღაცა ახალი თვითონ გამოიგონო რაღაცა ოპოზიციური სპექტრი და დაარქვა ვიღაცას ოპოზიცია, ხო, დაარქვა დანიშნო ოპოზიცია, ამას ხო ყველა ვხედავთ რა. აქედან გამომდინარე საუბრობთ. ხო, დღეს როდესაც ამის ხელმეორედ განვითარება ხდება, ხელმეორედ ამ შემთხვევაში საუბარი ხდება მათი მხრიდან ამაზე, ამ შემთხვევაში ეგ პირდაპირ მიუთითებს იმას, რომ როგორ არიან განწყობილები თუნდაც ჩვენი ქვეყნის მეგობრების მიმართ, რომლებიც ჩამოვიდნენ ჩვენ ქვეყანაში, ხო? ჩამოვიდნენ სასაუბროდ, როგორც ვიცი, ახლა მე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, ვინაიდან მე ვიცი რომ ჩვენ როგორც ვიცი ჩვენი პარტიის ლიდერები, ქალბატონი სალომე სამადაშვილი და ბატონი გრიგოლ დეგელი არიან შეხვედრაზე და უფრო დეტალურად ამასთან დაკავშირებით ისინი ისაუბრებენ. კი ბატონო და გარდა ამისა მინდა კითხოთ პოლიტიკურ მიზანზე ლევან აი იქიდან გამოსულებმა წინა ლიდერებმა მაგალითად ნიკა გვარამიამ თქვა რომ აქ არ იქნება შარლ მიშელი 2. თქვენი დამოკიდებულება როგორ უნდა გადაიტვირთოს ეს პროცესი, ლელოს პოზიცია ცნობილია, მაგრამ კიდევ ერთხელ ანუ გარკვეულწილად ცდილობა რომ რაღაცნაირ მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ და გადატვირთონ ეს იმიტირებულად პროცესი შესაძლოა ქართული ოცნების ინტერესში შედიოდეს, მაგრამ ოპოზიცია ამბობს რომ შარლ მიშელი 2 არ იქნება. თქვენ რა პოზიცია გაქვთ? უნდა დასხდეს თუ არა რაიმე სხვა მოთხოვნით ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან ქართულ ოცნებასთან თუ არ იქნება მანამდე გაკეთებული 2 რამ გათავისუფლებელი პოლიტიკური პატიმრები დანიშნული ახალი არჩევნები. ხო, პირველ რიგში მოდი ვთქვათ ამასთან დაკავშირებით, რომ ლელოს აქვს თავისი პოზიცია არაერთხელ დაფიქსირებული და თქვენც ბრძანეთ სოფოეს, რომ ეს არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნები. ეს ყველამ კარგად ვიცით ამ შემთხვევაში და ასევე ლელოს ცალსახა გამოკვეთილი პოზიციაა ამასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და ხელისუფლება უნდა შეიცვალოს მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით. ეს არის ცალსახა, ჩვენი პოზიცია და დარწმუნებული ვართ, რომ არჩევნებით ჩვენ შეგვიძლია ხელისუფლების ცვლილება. ჩვენ ყველა სამართლებრივ, კანონიერ, კონსტიტუციურ მეთოდ ზომას გამოვიყენებთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი იქნას უზრუნველყოფილი ამასთან დაკავშირებით. ეს შემიძლია გითხრათ, ხოლო რაც შეეხება ეს უნდა ვთქვა, ვინაიდან წინ გამოსვლელი საუბრობდა აქ შარმიშელთან დაკავშირებით, შარმიშელის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით და შემდეგ იქ შარმიშელის დროსო პარტიებიო შევიდნენ, როგორც ისე დაბეჭდილება მრჩებაო, დიახ, ვინც პარტიებმა ხელი მოაწერეს შარმიშელის დოკუმენტს, მინდა გითხრათ, რომ პასუხისგებლობა აიღეს დოკუმენტთან დაკავშირებით, მაგრამ ბატონ ლევანს შევახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობა ხელი არ მოუწერია და ხელმოწერის გარეშე შევიდა ამ შემთხვევაში. მან თქვა რომ ეს არის პარტიის პოზიცია, ჩემი პოზიციაა. უბრალოდ შევახსენებ ამასთან დაკავშირებით, ხელმოწერის გარეშე შევიდა ნაციონალური მოძრაობა, შევიდა პარლამენტში, ოღონდ ხელმოწერის გარეშე შევიდა, რაც შემდგომ საბაბად, მაგრამ გამოიყენეს ქართული ოცნების წარმომადგენლებმა, რომლებიც არიან პოლიტიკური გადამგდებები, უნდა აღინიშნოს და გადააგდეს სრულიად საქართველოს და დასავლეთ